საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების პერიოდი იწყება ფუტკრის ვიზუალური დათვალიერებით. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ უკარო, თბილი, მინიმუმ 14 გრადუსი უნდა იყოს ტემპერატურა. თუ ფუტკარი საფრენიდან ხალისიანად გამოფრინდება, თუ ყვავილის მტვერი კარგად შედის ფუტკარში, ჩათვალეთ, რომ ის არის ნორმალური დედა. თუ ყვავილის მტვერი არ შედის, ან საერთოდ დედა არ არის, ან უკვე სულ დედა არის გაჩენილი. ან უნაყოფო დედა არის გაჩენილი. მისი შეცვლა არის აუცილებელი, რომ ის ფუტკარი შეინარჩუნოს და გადაარჩინოს. პირველ რიგში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების დროს ვაკეთებთ რაც? ფუტკრის გადაწამვლა. რა მაქვს ხედველობაში? ტკიპა ვარვაზე პირველი უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები. თუ მას მაგალითად ხდება, რომ ის უკვე ნაწილობრივ ბარტყზე გასულია, მაგრამ მას თაფლის რაოდენობა არ აქვს, უმჯობესია ფუტკარს კანდი მივაწოდოთ. თუ უახლოესი 10-15 დღის მანძილზე უეთრად უარესდება ამინდი და ტემპერატურა ეცემა, არცერთ შემთხვევაში არ ურჩევთ მეფუტკრეებს, რომ ინვერსიული სიროპი, ანუ სიროპი მიაწოდოთ. ის სიროპი დარჩება, ვთქვათ, ფიჭებზე გარეთ, როდესაც გუნდი შეიკრება, სიროპი გარეთ გაფუჭდება, როდესაც ზარი გამოვა, ის უნდა ისევ აითვისოს მათ, სინამდვილეში ამჟავებულ სიროპს, როდესაც მიიღებთ, დაემართება ავადმყოფობა, თუ ფუტკარი სიმშილობს, მას უნდა მივაწოდოთ ან შენახული ჩარჩო, რომელზეც თაფლი იქნება, ან კანდი. თქვათ, აი ამ ოჯახს, რომელსაც ახლა ვავობ, თქვათ, ზამთარში შევიყვანეთ 8 ჩარჩოზე და მივედით და გვაქვს ახლა სიტყვაზე ვამბობ 4-5 ჩარჩო ფუტკარი. დანარჩენ ჩარჩოებს რა ვქნათ? აუცილებლად ზედმეტი ჩარჩო უნდა ფუტკარს ამოვარიდოთ. ტიხარით შევავიწროვოთ ფუტკარი, რამე თუ ის ერთ გუნდად კვლავ ერთ გუნდად შევქმნათ.